ჩვენ რეპროარტელები ვართ და მე ძალიან მეამაყება ეს და ამას აქვს თავის მიზეზი, თუ რატომ. ძალიან დიდი ხანი ვეძებდი და ვარჩევდი კლინიკას და კონკრეტულ ექიმს, ვისაც მივანდობდი ჩემი და ჩემი შვილების სიცოცხლეს უკვე საომავლოდ. ვინაიდან გარკვეული დროის მანძილზე გარკვეული პრობლემები იყო, ამასთან დაკავშირებით მართლა ძალიან დიდი სიფრთხილით ვცდილობდი შემორჩია კონკრეტული ექიმი, ვის მიმართაც მექნებოდა განსაკუთრებული ნდობა. ჩემი მეგობრის რჩევით მივედი ანა ფანცხავასთან და პირველივე წუთიდან, როდესაც მის კაბინეტში მოვხვდი, ძალიან დიდი შთაბეჭდილება ვახდინა იმან, რომ პირველივე კონსულტაციაზე მე არ მქონდა განსაზღვრული დრო. ვისაუბრე იმდენ ხანს, რამდენი დროც იყო ამისთვის საჭირო. ეს იყო პირველი კომპონენტი, რის გამოც მე გადავწყვიტე, რომ კი, იქ უნდა დავრჩენილიყავი. ამის შემდეგ უკვე ჩვენი ისტორია დაახლოებით 2 წლიან პერიოდს მოიცავს და ამ ხნის განმავლობაში მე დავინახე რეპროარტში ის, რაც არასდროს არსად არ დამინახავს და ყოველ მისვლაზე ხვდებოდი, რომ ეს იყო სწორი არჩევანი, მათ შორის იქამდე ვიდრე კონკრეტულ შედეგზე მივიდოდით. ყურადღებიანი გუნდი, აი ეს გუნდურობა რაც იქ არის, კეთილგანწყობა, პროფესიონალიზმი, ის შინაურული გარემო, ის თბილი გარემო, რაც ზოგადად აკლია ხოლმე მედიცინის სფეროს. ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა ეს ყველა მიცის, ანა ფანცხავას დამსახურება არის ის, რომ დღეს მე 2 შვილის ტყუპი ალუბლების დედა ვარ და ჩემ ცხოვრებაში ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ამ დრომდე ყოფილა. მინდა მივმართო მომავალ დედებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ გარკვეული პრობლემის გამო შესაძლოა ვეღარ გახდნენ დედები. არა, ეს ასე არ არის. ნამდვილად 21 საუკუნეში მედიცინაში უკვე ყველაფერი შესაძლებელია, მთავარია ნდობა, რწმენა იმ ექიმის, კონკრეტულ ექიმის, რომელსაც აარჩევთ და ბრძოლის უნარიანობა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ასევე და გამორიცხულია, რომ ყველა ქალმა არ შეძლოს იყოს ბედნიერი დედა და თქვენ შეგიძლიათ შეხედოთ ჩემს მაგალითსაც. და მინდა 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცო ყველა პატარას, ჩემს ალუბლებს მიულოცო, ჩვენ პირველად ხვდებით ერთად ბავშვთა დაცვის და პირველად ხვდებით დედის სტატუსით, ასე რომ ვთქვა და მინდა ერთი სურვილი გავაგზავნო ამ სამყაროში, რომ ყველა ბავშვი მინდა ცხოვრობდეს ბედნიერ, ლაღ და ევროპულ საქართველოში.